საქართველოს წელს ფრანკფურტის სიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ფრანკფურტის სიგნის ბაზრობის დირექტორის იურგენ ბოსის შეხვედრაზე აღინიშნა. მთავრობის მეთაურმა იურგენ ბოსს განუმარტა, რომ ეს საქართველოსთვის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი კულტურული, არამედ პოლიტიკური პროექტია, შესაბამისად პროცესის კოორდინაციას პირადად უხელმძღვანელებს. ფრანკფურტის სიგნის ბაზრობის დირექტორმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა წარმატებული იქნება. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ 2018 წელს ფრანკფურტში დაგეგმილ სიგნის ბაზრობაზე. ვისაუბრეთ პროცესებზე და სამომავლო გეგმებზეც, რომელიც 2018 წლამდე უნდა განხორციელდეს. მომდევნო წლები ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ წარსდგება საქართველო ფრანკფურტის სიგნის ბაზრობაზე. უნდა ითარგმნოს 300-ზე მეტი ქართული წიგნი იმისათვის, რომ საქართველო ღირსეულად წარსდგეს ამ ბაზრობაზე და გარდა ამისა, მას თან უნდა სდევდეს მთელი 2018 წლის განმავლობაში ბევრი კულტურული მოვლენა, რომელიც მაყურებელს და მკითხველს გაამახვილებინებს ყურადღებას სწორედ საქართველოზე და მის საპატიო სტატუსზე ამ ბაზრობაზე. ეს არის არა მხოლოდ კულტურული, არამედ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის პროექტი. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრი დგას ამ პროექტის სათავეში და იგი თავად უწევს კოორდინაციას ყველაფერს, რაც კეთდება ფრანკფურტის სიგნის ბაზრობაზე.